მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა ჯორჯია ფორსტი გთავაზობთ გადაცემა მილენიალს. მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი პაატა ჩხეიძე, ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი და უამრავი ნაწარმოების მოთხრობის ფილოსოფიური ესესა თუ ნაწარმოების თარგმნელი. პირველ რიგში დიდი მადლობა, ძალიან დიდი ხანია გვინდოდა ესე იგი გადაცემაში თქვენი მოწვევა და სულ რაღაცა პრობლემები ჩნდებოდა. სულ რაღაცა ან დროის პრობლემა იყო, ან სხვა სახის პრობლემა იყო. ეს ჩემი მიზეზით. და დიდი მადლობა რომ მოხვედით. და ეხლა რაზე უნდა ვისაუბროთ? უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც თქვენ თარგმნეთ, ეს არის სკრუტონი, პოლიტიკური ფილოსოფია და ზოგადად ვისაუბროთ კონსერვატიზმზე. შესავლის სახით მე ესე დავიწყებდი რომ კონსერვატიზმი ძალიან ფართო ცნებაა და ხშირ შემთხვევაში კონსერვატიზმი ისეთი ცნებაა რომ ყველას ერთი სკოლა გონია და გონია რომ მარტო ტრადიციაზე არის ეს ორიენტირებული, ოღონდ მე აღარ აკონკრეტებენ რა ტრადიცია არის, რაზე არის საუბარი. თუმცა უნდა ითქვას რომ კონსერვატიზმი ჩდება სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა კონტექსტში, მაგრამ ძირითადად ითვლება რომ ეს ჩდება საფრანგეთის რევოლუციიდან. ესე ითვლება და ამის შემდეგ ეს იყო რაღაცა რეაქცია პირველ რიგში რევოლუციაზე. თუმცა მოგვიანებით უკვე მე-20 საუკუნის პერიოდში, როდესაც პირველ მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში გერმანიაში ჩდება ეგრეთ წოდებული კონსერვატიული რევოლუციის ცნება ტერმინი. აქ საინტერესოა რომ კონსერვატორები აქამდე სულ რევოლუციას ებრძოდნენ და აქ ჩდება რევოლუციის ფაქტორი და აქ უკვე მე მგონი განმასხვავებელი ამ ორ სკოლას შორის. პირველი სკოლა, მე ესე ვიტყოდი, ამას პირობითად შეიძლება დავარქვათ ბრიტანული სკოლა, რომელიც საუბრობთ, რომელიც პრინციპში უნდა ითქვას, რომ რა ვიცი, ისტორიულად რო ავიღოთ, პრინციპში ეს ლიბერალური ტრადიციებიდან მოდის. ისეთი ლიბერალური ტრადიცია, როგორც არის პარლამენტარიზმი, როგორიცაა კერძო საკუთრების პრიმატი და ესენი იყვნენ ზომიერი, ესე ვთქვათ, ლიბერალები მაშინ, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციას ესე ებრძოდნენ და საფრანგეთის რევოლუციის შედეგები არ მოწონდათ. აი გერმანული კონსერვატიზმი კი აბსოლუტურად განსხვავებულია ამ მიმართულებისგან. გერმანული კონსერვატიზმი საუბრობს, რომ მორჩა უკვე აი ეს ტრადიციული სამყარო დაინგრა, ჩვენ ვეღარ დაბრუნდებით უკან, ამიტომ და ჩვენი სულით შევიდეთ ამ ახალ მოდერნის პერიოდში და გარდავქმნათ ის. ეს აღარ არის უკვე ის მომენტი, რომ რაღაცები ჩვენ დავიცვათ, იმიტომ მოდერნმა ყველა ის ინსტიტუტი ჩამოშალა და ეხლა ჩვენი მიზანი არის, რომ პირიქით აი ამ მოდერნულ უკვე სისტემაში მოვაწყოთ ისევ რევოლუცია და დაუბრუნდეთ აი ამ რაღაც წარსულ სულისკვეთებას. იმ ფორმებს ვხვდებიან, რომ ფორმებს ვერ დაუბრუნდებით. აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს მეორე ნაკადი, ამას კონსერვატიული რევოლუცია ქვია. და იმავე პერიოდში ჩდება მესამე ნაკადი, ამას შეიძლება უწოდოთ ტრადიციონალიზმი. ეს არის რენე გენონის, ევოლას, რომლებიც საუბრობენ, რომ პირველ რიგში განსხვავება არის გენოსა და ევოლას შორის. ეს განსხვავება დაკავშირებულია იმასთან, რომ გენონი თვლიდა, რომ პოლიტიკაში არ უნდა შევიდეთ და პოლიტიკა არ არის ჩვენი სივრცე, ევოლა კიდე პირიქით თვლიდა, რომ არა, პოლიტიკაში უნდა შევიდეთ. ისინი ამბობდნენ, რომ არსებობდა თავდაპირველი ტრადიცია, რომელიც ყველა კულტურაში არის საერთო და ამ ტრადიციასთან დაბრუნება უნდა მოხდეს. ეხლა ჩვენ ცხოვრობთ კალი-იუგას პერიოდში, დაცემის პერიოდში, მოდერნი ეს არის კალი-იუგას პერიოდი. ამიტომ ტოტალური უარყოფა ყველანაირი აი ამ მოდერნის მიერ შემოთავაზებული ინსტიტუტების და რასთავარი აი იერარქიული საზოგადოების და კასტური საზოგადოების დაბრუნება. ისინი უარყოფდნენ პარლამენტარიზმს, ისინი უარყოფდნენ მასობრივ ადამიანს და ისინი უარყოფდნენ რასთავარია აი იმ ფასეულობას, რაც გამართლებასთან არის დაკავშირებული. მოკლედ გაჩნდა სამი ესეთი სკოლა. სკრუტონი ამ შემთხვევაში ეს არის ბრიტანული კლასიკური ლიბერალიზმის, კლასიკური კონსერვატიზმის მატარებელი. დიდი მადლობა რომ ესეთ საშუალება მომეცა და ვზივართ ხარებას გილოცავ. გილოცავთ. ეს აუცილებელია ჩვენ ახან კონსერვატიზმზე ვლაპარაკობთ. უნდა ვახსენოთ ჩვენი დღესასწაულები და
იცით რა, რამდენი ერიც არის ალბათ და რამდენი კულტურაც არის, იმდენნაირი კონსერვატიზმი შეიძლება იყოს. ახლა თქვენ ჩამოთვალეთ აი სამი, ბრიტანული, გერმანული, ახალი, ვთქვათ, გენონი. კიდევ შეიძლება ჩამოითვალოს ბევრი ამერიკაში პალეოკონსერვატიზმი, აგერ კონსერვატიზმთან რო საერთოდ არაფერი არ აქვს, ნეოკონსერვატიზმი ამერიკული, რომელსაც ფაქტიურად არავით არის საერთოდ არ აქვს კონსერვატიზმთან და ბევრი შეიძლება ვთქვათ. საქმე იმაშია, რომ ლიბერალიზმისგან განსხვავებით, რომელიც არის უნივერსალური, კონსერვატიზმი არის მრავალნაირი. აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან, მაგალითად, ქართული კონსერვატიზმი, რომელიც ილიას იდეებს ეყრდნობა და მანამდე ალექსანდრე ორბელიანისას და რუსული კონსერვატიზმი, რომელიც პაბედონოსცევსა და დოსტოევსკის ასე ვთქვათ, საფუძვლებზე დგას. ეს სრულიად სხვადასხვა რაღაცაა, ისინი ერთმანეთის ასე ვთქვათ, საშინელი მოწინააღმდეგეები არიან. რაც შეეხება ბრიტანულ კონსერვატიზმს, საიდანაც მე რომლის ერთგულიც ავრჩევი, ეს რასაკვირველია ბერკიანული, ედმუნდ ბერკისა და სწორედ საფრანგეთის რევოლუციიდან იღებს სათავეს, იმიტომ რომ ბერკი მიჩნეული იყო როგორც ვიგების პარტიის ლიდერი და მისი წარმომადგენელი, მიჩნეული იყო ლიბერალიზმის მანათობელ ვარსკვლავად. ლიბერალური პარტია იყო ვიგების. ხო, ვიგების პარტიაში უფრო ლიბერალური იდეები იყო, ვიდრე თუმცა იქაც იყო კონსერვატიული ბევრი მომენტები, ეგრე იოლად არ იყოფა ხოლმე ეს პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ იმათ დოქტრინები აქვთ, იცვლიან რაღაცას. კონსერვატიზმი უფრო ისეთია მყარია და ცვლილებებს ნაკლებად ემორჩილება. აი, ძალიან საინტერესო რამ არის. პარლამენტში, იმდროინდელ პარლამენტში ედმუნდ ბერგს ყავდა მეგობარი, ფოქსი, რომელთანაც ძალიან ისეთი მყარი ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული და როცა ჩამოაღწია საფრანგეთის რევოლუციის ამბავმა და მთელი ინგლისი, მთელი ლონდონი მოიცვა მღელვარებამ, ფოქსი აღფრთოვანდა ამ რევოლუციით და გავარდა გარეთ და დროშიც და თავისუფლება და ყვირო და ლიბერტი და ასე შემდეგ. ამან ისე გააბრაზა ედმუნდ ბერკი, რომ ის რო შემოვიდა, მის გვერდით აღარ დაჯდა. წავიდა და პრემიერ-მინისტრის გვერდით, პილის გვერდით დაჯდა. ხო, ეს წარმოუდგენელი რაღაცა იყო. ბერკი თავიდანვე ეჭვით შეხვდა აი ამ სწორედ ლიბერალურ და განმათავისუფლებელ მოძრაობას, პირდაპირ მოუწოდა ინგლისის ხელისუფლებას, რომ გაელაშქრათ და დაემხოთ აი ეს რევოლუციური, ეს ავაზაკები არიანო პირდაპირ იძახდა ეს რევოლუციონერები, შეშლილები, საგიჟეთიდან გამოსული შეშლილები და ავაზაკები და მათი დამხობა და განადგურება საჭირო. არსებობს მისი წერილები, გამოქვეყნებულიც არის ქართულად და სადაც აი გმობს პირდაპირ აი ამ საფრანგეთის რევოლუციას, იძახის რომ მაშინ ეგრეთვაო შეიძლებაო მეც ჩავიდე საფრანგეთშიო, რაღაც ტერიტორია გამოვყო და იქო ჩემი სახელმწიფო დავაარსო, ასე როგორ შეიძლებაო რომ ცარიელ ადგილზე სახელმწიფოს დაფუძნება. ამდენად გერმანიაში დაფუძნებული კონსერვატიული მოძრაობა ალბათ ყველაზე უფრო საინტერესო მან შმიტის იდეებია და მისი კონსერვატიული იდეებია. რაც შეეხება ვთქვათ, ესეც თავად განსხვავება მოდი აი შმიტსა და მაგალითად ბერგს შორის. შმიტი აი იტყოდა ესეთ რაღაცას. რომ რა კანონის უზენაესობა არსებობს ნების უზენაესობა. და ეს ნება განსაკუთრებით, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ხდება კრიზისულ ვითარებაში. და დღეს არის კრიზისური ვითარება მსოფლიოში, ესე ვთქვათ.
იქ ესე იგი რწმენა რომ რაღაცა არსებობს კანონის უზენაესობა, რაც ბრიტანული კონსერვატიზმისთვის დამახასიათებელია. ზედმეტია, არ იმუშავებს. ეს არის რაღაცა ლამაზი მითი კრიზისულ სიტუაციაში. და იქ ყოველთვის ვლინდება, ესე ვთქვათ, ესეთი სუვერენი, რომელიც საკუთარი ნებით, საგანგებო მდგომარეობას უწოდებს ის, საკუთარი ნებით ცვლის აი ამ რეალობას. და კონსერვატორები ხშირ შემთხვევაში, გერმანელი კონსერვატორები უყურებდნენ აი ამ რევოლუციას, როგორც აი ამ ერთი ადამიანის მოსვლა სათავეში, რომელიც შეცვლიდა აი ამ ღირებულებათა სისტემას რადიკალურად. ის რომ მე ისტორიის ცინიზმია, ესე ვთქვათ, რომ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში და ფიურერი უნდათ გერმანელებს ყოველთვის. მაგრამ მეორე მხრივ ისაც უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი გერმანელი კონსერვატორი, მაგალითად შპენგლერი არ თანაშრომლობდა მასთან და სოციალურ იზოლაციაში გაატარა თავის ცხოვრების ბოლო წლები და ასე უნდა ითქვას, რომ სამაგიეროდ ჰაიდეგერი თანამშრომლობდა. ჰაიდეგერი თანამშრომლობდა კი ბატონო, მაგრამ სამაგიეროდ ცნობილი ესე შეთქმულება რო იყო ჰიტლერის წინააღმდეგ, ერნსტ იუნგერიც მონაწილეობდა იქ, იმიტომაც არ დახვრიტა რომ და კონსერვატორები იყვნენ იქ ძირითადად კონსერვატორები იყვნენ. იმიტომ რომ ჰიტლერი იდგა ნაციონალ-სოციალიზმის ბაზაზე და მიუხედავად მისი გერმანელი ერის აღორძინების იდეისა, მესამე რაიხის იდეისა და იმ ძალზე მომხიბვლელი იდეებისა გერმანელი პატრიოტებისათვის, რაც მათ პირველი მსოფლიო ომში დამარცხების მიუხედის შეთანხმების და ასეთი დაკნინების და გერმანული რაიხის ძირს გართმის შემდეგ ჰქონდათ ეს ფიურერის მოსვლა, ჰიტლერის მოსვლა მათთვის იმედის გაჩენა იყო. და გერმანია აღორძინდა. მაგრამ სამაგიეროდ მათ ვერ გამოიცნეს რა უნდა მოყოლოდა ამას ყოველივე ეს რა იყო აქ ჩამარხული. რა თქმა უნდა ჰიტლერი ვერაფრით ვერ ჩაითვლება კონსერვატორად. რა კონსერვატორი არ არის. არაფრით არ ჩაითვლება კონსერვატორად, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეროვნული აღორძინების მომხრე იყო, მაგრამ იგი მაინც ნაციონალ-სოციალისტი იყო. იცით, რაც შეეხება შმიდტს. შმიდტის ფილოსოფიაში, პოლიტიკურ ფილოსოფიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს ნომოს. ნომოსის ჯულია. ნომოსის ჯულია და კანონია. აი ეს კანონი არის ის, რაზეც ყველა ერი უნდა იდგეს და უნდა მტკიცედ უნდა იცავდეს ამას. ნება, რასაკვირველია ნება. არის ნება. მეგონი განსხვავებულია ვიდრე ბრიტანული, ესე იგი, ხო ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს განსხვავებები არის ყველგან ფრანგული კონსერვატიზმი არის დემესტრზე დაფუძნებული და ეს კაცი კიდე იძახდა რომ ტახტი და საკურთხეველი იმპერია რა თქმა უნდა იმპერია მეფე და კათოლიკური ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ ამაზე უნდა დაეყრდნოს ყველაფერი ხო და ახლა ბერგს ჩვენ ძალიან საინტერესო იყო რომ ამერიკაში ყოფნისას ხშირად შევსწრები ვარ კონსერვატორებისა და ლიბერალების ამაც პროფესორების აკადემიურ დონეზე რომ ბერგი ლიბერალი იყო და სულ აბრალებთ რაღაცა კონსერვატორობას ხო და აქ მოხონდათ მისი თქვათ ის იდეები რომლითაც გამოირჩა იგი როცა ამერიკის რევოლუციას ესარჩლებოდა და ესარჩლებოდა ძალიან მკვეთრად და შეშლილსა და გიშს უწოდებდა მეფე ჯორჯ მესამეს და ამერიკელების დასაცავად მრავალჯერ გამოვიდა ინგლისის პარლამენტში ასევე ძალიან ლიბერალური იყო ასე ვთქვათ მისი იდეები და შეიძლება კონსერვატიულიც მაგრამ ლიბერალურიც როცა იგი უორენ ჰასტინგს ისტ ინდუეთის გენერალ გუბერნატორს უწყობდა იმპიჩმენტს და მოითხოვდა დამარცხდა სხვათა შორის მასთან წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ იმპერიის წინააღმდეგ გამოდიოდა ფაქტიურად. მაგრამ მისი წიგნი ფიქრების საფრანგეთის რევოლუციაზე არის ჭეშმარიტად კონსერვატიული იდეები, თუმცა იქ ჯერ სიტყვა კონსერვატიზმი არ არის ახსენები. ეს მერე ფრანგებმა შემოიტანეს
და კონსერვატორი რა თქმა უნდა შენახვაზე არის დაფუძნებული და მას მერე ინგლისელებისთვის ეს შენახვა და გადარჩენა გახდა კონსერვატიზმისათვის მთავარი საფუძველი და მთავარი იდეა და რაც შეეხება იმას რომ კონსერვატიზმი არ არის პოლიტიკური დოქტრინა, ამას ინგლისელები დღემდე იცავენ და ჩვენი საყვარელი როჯერ სკრუტონიც ძალიან ისე სკრუტონზე გადავალ, მაგრამ სამდე გადავალ. არის ერთი საინტერესო მომენტი ყოველთვის თვალშისაცემია ხოლმე, რომ როდესაც საუბარია კონსერვატიზმზე, ხო? ერთი ის რომ ტრადიციები გასაგებია რომ ყოველ ქვეყანაში სხვადასხვანაირი არის ტრადიცია. მაგრამ მეორე არის პოლიტიკური, ესე იგი, გაგება, პოლიტიკის გაგება. ეს შეიძლება დაიყვანებოდეს რამოდენიმე ნაწილად. ეს არ არის ძალიან მრავალფეროვანი. იმიტომ რომ თუ ჩვენ ავიღებთ რაღაცა კონსერვატიზმის რაღაც გაგებას, რუსები და გერმანელები ახლოს არიან, ახლოს დგანან ერთმანეთთან. ორივეგან არსებობს ეს თავარი იმპერიის იდეა, ზოგად მოსაზრებაში რომ იმას უნდა ჰქონდეს რაიხი და მთელი ეს სოფლიო უნდა გერმანულ რაიხს დაემორჩილოს და აქეთ ამხარეს კიდევ რუსული მართლმადიდებლობა უნდა მართოს მთელი სოფლიო პაპადენოსოვი ამას ამბობდა. და დოსტოევსკიც ეთანხმებოდა მისი ორივე ტრადიციაში კოლექტივიზმის ელემენტი ჭარბობს. რასაკვირველია კოლექტივისტური სული. მასიური სული, რასაც ვერ ნახავ თქვათ ბრიტანულ კონსერვატიზმში და თუკი კონსერვატიზმის ისტორიულ და ფილოსოფიურ საფუძვლებს ავიღებთ ზოგადი პრინციპები შეიძლება რომ გამოვძებნოთ მხოლოდ და მხოლოდ ბრიტანულში. დანარჩენი ყველა მაინც არის ლოკალური, მაინც არის ეროვნული, თუმცა აი ახლა თქვენ სწორად გამოყავით ის რომ იმპერიული მსოფლმხედველობა რუსულ და გერმანულ კონსერვატიზმში ამას ვერ უარყოფ. გეთანხმებით. თუმცა აი ამ იმპერიულ მსოფლმხედველობას არ უჭერს მაინც და მაინც შვიდი ხარს. მაგრამ არის გერმანელი კონსერვატორები, არ ივიწყებენ რომ ეს დიდი ერია და ნორდული ერია და ნორდული რასა. ასევე როგორც რუსი არასოდეს არ დაივიწყებს რომ ეს არის ველიკაია держава და მთელმა მსოფლიომ მას უნდა დაუჯეროს. ჩვენ როგორც პატარა ერი რომელსაც გამოსული გვაქვს იმპერიების რაღაცა ესეთი ძალადობა, მოდი ესე ვთქვათ. და ჩვენ აქმაში აქმულია რომ აი იმპერია არის ცუდი მოვლენა. მაგრამ აი დისტანცირებულად რომ შევხედოს კაცობრიობის ისტორიას. აღმოჩნდება რომ კულტურა, მეცნიერება, დიდი პროექტები, საკაცობრიო პროექტები იმპერიებში ხორციელდება. აღმოჩნდება რომ იმპერიას შეუძლია ცივილიზაციის შექმნა. პატარა სახელმწიფოები ცივილიზაციის შექმნის რესურსი შეიძლება ისტორიაში რამოდენიმე გამოყოთ რაღაცა ისეთი, თუმცა მე არ მახსენდება, მაგრამ არ აქვს ამის რესურსი. ცივილიზაციის შექმნის რესურსი აქვს დიდ იმპერიას, დიდი რესურსები. მაშინ შეკითხვა მაქვს ასეთი. საქართველოს თუ ყოფილა დიდი იმპერია როდისმე? თუ ჩავთვლით ეს დავითიდან თამარამდე, ძირითადად ხო მაშინ შეიქმნა ის ქართული კულტურული დომინაციაც, რომელიც მერე ინერციით დღემდე ესე იგი გაგრძელდა. შოთა რუსთაველის ეს ჩვენი კულტურა ხო შოთა რუსთაველზე არის დაფუძნებული რეალურად. კი. ხო და აი თქვენ წარმოიდგინეთ დიდი პროექტი. აი ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელიც საქართველოს განახორციელა. სხვათა შორის ეს იდეა შეიძლება რომ არ დავასახელო. ეკუთვნის ადამიანს, რომელიც მე ძალიან ბევრ რამეში არ მეთანხმება, მაგრამ ამ საკითხში მე მას მეთანხმები. ეს არის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე, რომელიც ასეთი რამე თქვა, რომ არსენ იყალთოელის ლექსში კიდევ ერთი პროექტი გამოჩნდა. რა წერია იქა? დავით აღმაშენებლის ეპიტაფიაში. ვის ნაჭარმაგებს მეფენი შვიდნივე ფურად დამესხნეს. თურქნის, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამესხნეს.
როგორი პროექტია? ესე იგი ჯერ ერთი რომ იგი მეფეებს სვავს ტახტზე, ტახტებზე და მათ აძლევს ამის უფლებას, ამხელა პროექტია, ხო? მერე ტრების უყოლანი გაიყვანა გარეთ და მესამე თევზნი იმიერ წყალთაგან თუ პირიქით ამიერ წყალში ჩამესხნეს. ყოველთვის იზახდნენ რომ პირველ ორ მასში არის თქვათ ნამდვილი ამბავი, ფაქტი, ისტორიული ფაქტი გადმოცემული და მესამე მეტაფორაა. არადა მტკიცდება თურმე რომ შავი ზღვის ზუთხი ძალიან გავს დღემდე ძალიან გავს კასპიის ზუთხს. ეს ერთი და იგივე თევზია. რანაირად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო ისმება საკითხი და სწორედ ამნაირად შეიძლება მომხდარიყო რომ მან გადმოიყვანა ეს თევზი კასპიის ზღვიდან თქვათ შავ ზღვაში და არა თუ გადმოიყვანა არამედ შეუხამა კიდევაც მისთვის ახალ გარემოს. ეს უზარმაზარი ამაში იგულისხმება უზარმაზარი ეკონომიკური პროექტი. მაშინ და მე ისეთ პატარა ქვეყანას იმდროინდელი ჩვენი სიძლიერის მიუხედავად მაინც პატარა ქვეყანა გვერდით მყოფი ვთქვათ სპარსეთის და სელჩუკების და ასე შემდეგ იმასთან და აი თურმე ახორციელებს ეს პატარა ქვეყანა რაღაცა პროექტს, დიდ პროექტს. ჩვენ ახლა რომ ისტორიკოსი ხართ თქვენ და კარგად რომ ჩავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ რომ პატარა ქვეყნებს უზარმაზარი პროექტები განუხორციელებიათ. უზარმაზარი. ხო, მაგრამ აი ერთი იმის მინდა თქვა ამაზე. აი მაგათად გიორგი მეორეზე მონეტაა მოჭრილი, სადაც უკანა მხარეს ბასილევსის წერია. ბაგრატ მეოთხის დროსაც კი არის ნიშნები იმის, რომ იდეურად ჩვენ იმპერიისთვის ვემზადებოდით. როგორ განხორციელდა ეს სხვა არის, მაგრამ პროექტი თვითონ დავით აღმაშენებლის პროექტი, რომელიც განხორციელდა. ამ პროექტს უსწრებს იდეურად ბევრი რაღაცა. მე ყოველთვის მომყავს, რომ აი მაგალითად ლეონტი მროველის კავკასიის ხალხების ერთობა, ესაც იმპერიული პროექტის ნაწილია. ის რომ ესე იგი მეორეს ხო ეს სუმბა დავითის ძეს რომ მეფე ჩვენ ყავს ღვთისნიერი ხო ესაც ღვთისგენარი ხო ანუ ესაც იმპერიული პროექტის ნაწილია და ჩვენ გარკვეულწილად ის რომ მესამე რომის იდეას რასაც უწოდებენ აიტაცო ჩვენა პოლიტიკურმა ელიტამ ის რომ ძალები სადღაც არ გვეყო ის რომ მონღოლები გამოჩნდნენ ის რომ ბევრი ისტორიული რაღაცა მოხდა ეგ ცალკე საკითხია მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ როგორც პროექტს პოლიტიკურ პროექტს ის იმპერიული პროექტია და თუ ესე ვიტყვი რომ მე მინდა ჩემ ტრადიციებთან დაბრუნება ეს რაღაც ნიშნით ხო არ ნიშნავს იმას რომ მინდა ჩემ იმპერიულ პროექტთან დაბრუნებათ რაღაცა გაგებით აი ძალიან საინტერესო შეკითხვა ახლა არ ვიცი აი ახლა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ მე და თქვენ რა ვქრო როგორ და რანაირად რა საკვირველია თამარის ეპოქა შეიძლება რომ იმპერიული დავითის იმპერიული პროექტის განხორციელებად არ მივიჩნიოთ იმიტომ რომ ეს არის მართლაც იმ პერიოდისათვის ძალიან იმ ეპოქაში დიდი სახელმწიფო იმიტომ რომ ალბათ ნამდვილი ფაქტია რომ სულთანმა სალადინმა სთხოვა ხელშეკრულება გააფორმა მასთან და თამარი აღარ ჩაება ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში ხო ну ახლა ეს ახლა ახლა იმპერია როგორიც სელჩუკების იმპერია როგორიც სალადინია უბრალოდ არც გაირჯებოდა ვთქვათ არ შინებოდა აქ ერთია რომ შეიძლება გავლენები არა იმპერიასაც ჰქონდეს საერთაშორისო მაგალითად ვენეციას არ ჰქონდა იმპერიული ამბიციები ამ გაგებით რომ ის იმპერია ყოფილიყო მაგრამ მას ჰქონდა ძლიერი საერთაშორისო გავლენები მაგრამ ქართველებს ამ შემთხვევაში იმპერიული პროექტი ჰქონდათ იმპერიული პროექტი აი თლიანად ბიზანტიისგან გადმოღებული იმპერიული პროექტი ჰქონდა შვიდნივე პურად დამესხნეს და გარეთ აბარა იმპერიული აბარა არის ესე გამოდის რომ 7 სამეფო ემორჩილება და 7 სამეფოს აძლევს ინსიგნიას რომ აი წადი და იმეფი იქ გამოდის რომ ჩვენთან არსებობს ორი გაგება მაშინ ესე ავიღოთ კონსერვატიზმის ესე გამოდის ერთი შეიძლება
უწოდოთ დავით აღმაშენებლის იმპერიული პროექტი და მეორე უფრო ლიბერალური ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოსადმი სკეპტიკური განწყობა ილია თერგდალეულების პროექტი. ჩვენ მონღოლების მერე ჩვენი კონსერვატიზმის ძირითადი პუნქტი და ძირითადი იდეა რჩება გადარჩენის იდეა. სწორედ შენახვისა ჩვენი კონსერვატიზმი არის ალბათ ყველა კონსერვატიზმს უსწრებს წინ, რადგან მასში ეს იდეა ჩადებული რომ უნდა გადავრჩეთ და ალბათ ისეთი ძლიერი იყო ამ გადარჩენის წყურვილი და სურვილი რომ ჩვენ დღემდე მოვახციეთ და კიდევ იმედი გვაქვს რომ აი ამ გლობალური არმაგედონის მოახლოების პერიოდში მაინც გადავრჩებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვცდილობთ. ვცდილობთ და ძალიან სერიოზულად ვცდილობთ ის რომ კავკასიაში ახლა საქართველოს ერთ-ერთ როლს ასრულებს იმაში რომ თქვათ მეგობრობა და ურთიერთობა იყოს შემოვარდნილი და მე მახსოვს რამდენიმე წლის წინათ ლადო პაპავამ გამოაქვეყნა წიგნი ეკონომიკური საკითხებზე ეს იყო სათაურით ცენტრალური კავკაზია. არა კავკასია, არამედ კავკაზია და საინტერესო ის იყო რომ იგი ამბობდა რომ სწორედ აი ეს გზა უნდა გავიდეს და გაიყოს შუა აზიის ქვეყნებსა და კავკასიის ქვეყნებს შორის და ეს იქნება სწორედ ცენტრალური კავკაზია. იცით ეს იდეა ეხლა ნელ-ნელა იდეის სახით ჯერჯერობით და უკვე რაღაც დაინტერესების სახით პოლიტიკური და ეკონომიკური დაინტერესების სახით ხორცს ისხავს ნელ-ნელა და თანდათანობით აქედან გამომდინარე ეს გადარჩენის ქართული კონსერვატიული გადარჩენის იდეა სწორედაც რომ საფუძვლიანი და ძლიერი აღმოჩნდა. ძლიერი, მაგრამ აი რამდენად გაცოცხლდება ჩვენში იმპერიული იდეა. მოდით გავიხსენოთ ახლა სანამ დავით აღმაშენებელი და სანამ თამარი იქნებოდა და თუნდაც შემდგომ ცოტა ხანს მანამდე ხო იყო პეტრე იბერი. კი. მანამდე ხო იყო არეოპაგული ქრისტიანული ფილოსოფია, რომელიც სწორედ ჩვენს მომავალ მის შემდგომ პერიოდის აზროვნებასა და ფილოსოფიას განაპირობებს. ჩვენ ხო მტკიცედ ვდგევართ იმაზე, რომ ღვთაებრივი წესრიგი არსებობს და რომ არსებობს სიკეთე, მარადიული სიკეთე და რომ სიკეთე ემანირებს და მხოლოდ სიკეთის კლებაში ჩნდება ბოროტება. აი ერთი ასე თქვენ ეს ხო თუ ესეთი ის არის ესე აღვიქვათ მაშინ რა ხალხის ნება არსებობს თავისთავად სიკეთე არსებობს ღვთაებრივი ნება და როდესაც ჩვენ შემოხოთ ხალხის ნება ან როდესაც გადავდივართ თერგდალეულებს ამის თქმა მინდა და ამაზე ვაკეთებთ აპერირებას მაშინ ჩვენ მეორე აბსოლუტურად სხვა პროექტი შემოგვაქვს დავით აღმაშენებელზეც მაბდეს თქვი რომ იქამდე ეხლა თქვენ ამაზე საუბრობთ სწორად ყველა ძირითადი ტექსტი დაეწერა დავით აღმაშენებლამდე რომ და დავით აღმაშენებელი რეალურად გამახორციელებელი ამ ტექსტების ლეონტი მროველიც სავარაუდოდ ბაგრატ მეოთხის პერიოდში იყო მერჩულიც ივანე ზოსიმეც ყველა უსწრებს დავით აღმაშენებელს ანუ ეს აზრი და ვეფხისტყაოსანს ვეფხისტყაოსანი აღმაშენებელი და ვეფხისტყაოსანი არის იმათ მიერ მომზადებული პროექტი განხორციელებული. ეხლა გასაგებია რომ გიორგი მეორის დროს ძალიან სუსტი იყო საქართველო. ობიექტურად ძალიან სუსტი იყო. მაგრამ რადგან იდეა არსებობდა, ეს იდეა საბოლოოდ განხორციელდა. ჩვენთან ტოტალურად გარიყულია საჯარო სივრციდან განა ის იდეა გასაგებია რომ საქართველო ვერავის ვერ დაეპყრობს. მაგრამ ამბიცია რომ რაღაც ცივილიზაციური ამბიცია ან ესეთი რეაბილიტაცია იმპერიული მსოფლმხედველობის, სადაც არსებობს იერარქიული წესრიგი. ამის რეაბილიტაცია ჩვენთან არის აბსოლუტურად მიჩქმეული და აქ მახსენდება ევოლას ესეთი წიგნი აქვს სქესის მეტაფიზიკაზე. წამიკითხავს.
და ის სქეს არა მაინც და მაინც ბიოლოგიურ სქეს, არამედ სქესის მახასიათებლებს აღწერს. შეიძლება საერთოდ მამაკაცების საზოგადოება იყოს, მაგრამ ქცევით ის იყოს ქალური ელემენტების მატარებელი. მარტივად რო ვთქვათ, ის მიაწერს, რომ კაცური ცივილიზაცია უფრო სიკვდილისკენ ორიენტირებული ცივილიზაცია, მათ შეუძლია იდეების გამო სიცოცხლის გაწირვა, მათ შეუძლია დიდი პროექტები და ამიტომ სიკვდილის კულტი, ტანჯვის კულტი, სიკვდილის კულტი უფრო წინა მხარესაა წამოწეული. მეორე არის ქალური ელემენტი, რომელიც გადარჩენაზე ორიენტირებული და სიცოცხლეზე ორიენტირებულია. ჩვენ ეხლა თქვენ ისაუბრეთ, რომ საქართველოს გადარჩენაზე იყო ორიენტირებული. მე ხშირად ვაკვირდები ამ აქციებსაც, უახლეს საქართველოს ისტორიასაც, რომ ქალური ელემენტი ამ შემთხვევაში კულტუროლოგიურ თვალსაზრისით არის ძალიან ძლიერი. და ეს ქალური ელემენტი ყოველთვის დადრგუნავს იმპერიულ იერარქიულ სისტემას. ხედავ შენ. არ წამიკითხავს. ეგ სხვადასხვა შპენგლესაც აქვს, რომ ის საუბრობს, რომ მუდმივად არსებობს სქესთა შორის რაღაცა მომენტი. რა თქმა უნდა, იქნება ეს. მაგრამ ნუ ხوار მივიღებთ ახლა, ვერ მივიღებ ახლა მე ამას და ვერ გავიზიარებ, რომ გადარჩენის არის მხოლოდ ქალური საწყისი არის, რა თქმა უნდა, ქალი ოჯახის შემნახავია და ის არის გადამრჩენი, მაგრამ დამცველი ვინ არის ოჯახისა, ვინ იცავს? არა, ქალზე არ მაქვს აქ საუბარი, ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. კი, მესმის, მაგრამ მაინც გადარჩენას სჭირდება არა მხოლოდ რაღაცნაირად შენახვა, ვთქვათ, ცეცხლის შენახვა ბუხარში, რომ გადაარჩინო და რაც სწორედ ქალური საწყისის გამოვლინება შეიძლება ჩავთვალოთ, არამედ სჭირდება დაცვაც, ბრძოლა იმისათვის, რომ დაიცვა. ამით ევოლას მე არგუმენტ შევეწინააღმდეგები თუ არა არ ვიცი, მაგრამ უცებ გამიჩნდა ეს წინააღმდეგობის გრძნობა და წინააღმდეგობის განცდა, რომ თქვათ, თლათ ეგრე არ უნდა იყოს და არ უნდა გავყოთ რა არის, იცით? მე ძალიან ხშირად სარგებლობ ხოლმე რაღაცნაირი ფილოლოგიური, ლიტერატურული, რაც ჩემი პროფესია, სქემებით, მაგრამ იმ წუთშივე, როგორც კი ცოტა შორს გავყვები რაღაცა სქემას, იმ წუთშივე ვგრძნობ, რომ ვაჭარბებ. როგორც კი რაღაცა სქემას დადებ, იმ წუთშივე შენ იმ სქემის მონახდები და ვეღარ ტყვეობაში ხდები იმისი და მე უკვე ვეღარ გამოდიხარ იქიდან. ამიტომ განსაკუთრებით კონსერვატიზმის ბრძოლობისას ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ ერთი ერის კონსერვატიული ნაზრევი მეორეს არ მოერგება არაფრით, აი ავიღოთ მაგალითად ის, რაც ჩვენს დასავლელ მეგობრებს, არ ვამბობ ამას მე წყალებში და რაღაცა, ჩვენს ნამდვილად დასავლელ მეგობრებს ჩვენთვის აქვს ძალიან ბევრი რეცეპტები და გეგმები და რაღაცა მომზადებული ჩვენს მაგივრად, რასაკვირველია, ჩვენი შესწავლით, რა თქმა უნდა. მაგრამ ვერასოდეს ვერაფრით ვერ გამოიცნეს რა გვინდა ჩვენ და რა სურვილი გვაქვს ჩვენ. რატომ პრინციპში აი აქამდე ეხლა შეიცვალა ცოტა, მაგრამ აქამდე ძალიან იაფად, ძალიან მარტივად ენჯეოკრატია რასაც ქვია და ეს ძალიან მარტივად ვიცოდი რომ მაგას მეტყობა. მარტივად ფსიქოტიპი გამოიცნეს, უნდა რაღაც დასავლეთში რაღაცა პატარა და რაღაც აღიარება და ყველაფერზეა წამსვლელი ამისთვის. მეტი გარკვეული ნაწილი, ასე ვთქვათ, ხალხისა. გარკვეული ნაწილი, რომელსაც შენ აძლევ და სთავაზობ. და ის მოგდევს. და გარკვეული ნაწილი ხალხისა, რომელიც იყო შეპყრობილი რევანშის წყურვილით. და ძალიან გაბრაზებული იყო იმის გამო, რაც ქვეყანაში 91-92 წლებში მოხდა. ამ შემთხვევაში ეს ხალხი გულწრფელი იყო, მაგრამ ხალხის დაბნევა, როდესაც შენ ხალხს მასად გადააქცევ და ერს რო მასად გადააქცევ,
მისი დაბნევა ძალიან იოლია. ოთარ ჩხეიძე წერდა, რომ კიდევ ერთხელ დაიბნაო ჩვენი ხალხიო და კიდევ ერთხელ გადაიქცა ბრბოთო. ამ შემთხვევაშია, მაგრამ ჩვენ გულისხმობთ ერს, ქართველ ერს, რომელიც შრომობს და აზროვნებს. და ეს ერი რას ფიქრობს, ამისი გამოცნობა ეგრე ადვილი არ არის უცხოელისათვის. არა, ის რომ პრინციპში ჩვენი პრობლემა მე ესე ვუყურებ, ყოველთვის არის აცდენილობაში, ანუ ჩვენ რა სივრცეშიც არ უნდა აღმოჩნდეთ. იქნება ეს საბჭოთა რუსული სივრცე, იქნება ეს ევროპული სივრცე, იქნება ეს აზიური, სპარსული, ოსმალური სივრცე. ყოველთვის ის მომენტი გააქტიურდება, რაც ჩვენ განგვასხვავებს და ყოველთვის განსხვავებულები ვართ ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ რეალურად რა ცივილიზაციას ნაწილი ჩვენ ვიყავით იმ დიდი ერთობა, ის დიდი ერთობა აღარ არსებობს. სავარაუდოდ აღარ არსებობს და ეხლა უკვე ახალი ცივილიზაციები, რომლებიც მოსულები არიან სხვადასხვა ფორმით. ჩვენ მათთან რაღაც საერთო შეიძლება ყველა მათგანთან რაღაც საერთო ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ის შეგრძნება რომ მათგან განსხვავებულები ვიყავით და აცდენილები ვიყავით, ეს შეგრძნება ყოველთვის იქნება და ყოველთვის პრობლემური იქნება. ამიტომ იმის თქვა რომ ქართველი ევროპელია, ეს შეიძლება იყოს გასაგები, როდესაც აზიაში ხარ, მაგრამ როდესაც ევროპაში ხარ, იქნება აცდენილი ეს ყოველთვის. შვენიერი თეზისია. რა თქმა უნდა, ჩვენ მრავალი იმპერიის და მრავალი გაერთიანების ასე ვთქვათ წევრი ყოფილ ვართ. და მე ახლა კარგად მახსოვს, ვისი წევრიც ვიყავით და რაც ვიყავით ახლა განსხვავებით თქვენგან, იმიტომ რომ ჩემს ტყავზე მაქვს მე ეს გამოცდილი და ეხლაც ჩემთვის მაგალითად როგორც სკრუტონიანელისათვის ძალიან სახიფათოა და საშიშია ის რისიც შეიძლება რომ გავხდეთ და რის გახდომასაც იმ კავშირის გახდომასაც რასაც ვესწრაფით. ძალიან იმით ვუყურებ სკეპსისით აი ამ ახალი კავშირის და ახალი რაღაც წევრობისა. ჩვენი განსხვავებულობა აშკარაა და ცხადია. იმიტომ რომ ძალიან განვსხვავდებით. ერთი პატარა სასაცილო ისტორია შემიძლია გიამბოთ. ჩემი ქალიშვილი მეათე კლასში ამერიკაში სწავლობდა, მაშინ მე იქ ვიყავი ფულბრაიტით და შემცვლელი მასწავლებელი შემოვიდა კლასში და გვარი რო ვერ იცნო, კითხა რომ ვინახართო და მან უპასუხა რომ მეო ქართველი ვარო, საქართველოდან ვარო, რამდენი ენა იციო, კითხა და ვიციო ინგლისურიო, ვიციო რუსულიო და ვიცი ჩემი მშობლიური ენა ქართულიო უთხრა და გაიცინა იმ შემცვლელმა მასწავლებელმა, რომელსაც რა თქმა უნდა განათლებულს ვერ დავარქვევდით და უთხრა რომ ხო ერთი და იგივეაო, ქართული და რუსული ერთი და იგივეაო. ხო და ამ ჩემი ქალიშვილმა უთხრა რომ შეიძლება დაფასთან გამოვალო და გავიდა დაფასთან და დაწერა საქართველოს დიდი ასოებით, მთელმა კლასმა დაიწყო სიცილი, იმიტომ რომ იმათ უკვე ხელებზე ჰქონდათ ეს დაწერილი რაღაც დღესასწაული. ხო და ეგ რა არისო, მან უთხრა და აბა წაიკითხეო, უთხრა ეს რუსულიაო. ხო, რა თქმა უნდა, ეს განსხვავებულობა არის, ჩვენ ისეთი განმასხვავებელი ნიშნები გვაქვს და ისეთი გამაცალკევებელი ნიშნები გვაქვს, რომლებიც ჩვენი გადარჩენაში ერთ-ერთ დიდ როლს ასრულებს, ისევე როგორც პეტრე იბერის იქიდან წამოსული შემთხვევით არ მიხსენებია ფილოსოფია, ისევე როგორც ჩვენის ჯული, ისევე როგორც ჩვენი კანონმდებლობა დღემდე აგერ გადმოცემული ეს კოდიკო ხო არსებობდა რა, ქონდა და ოდითგან ქონდა ეს. და კანონის ხალხი ვიყავით, აი სხვა კავკასიელ ერებს ადათები ქონდა და ჩვენ ადათები ქონდა, ჩვენ კანონი ქონდა, დაწერილი კანონი ქონდა, დაწერილი კანონები არა მარტო აგერ ბარში ცხოვრები ხალხისათვის, არამედ გიორგი ბრწყინვალემ მთიელებისათვის დააწერინა კანონები, რომ იმ კანონებით ეცხოვრა და არა მარტო ადათით და რაღაცა წესჩვეულებებით. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, არ გვჭირდება იმისი სწავლება, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით. ჩვენ გვჭირდება, რომ
გვაღიარონ ჩვენი კონსერვატიზმის და გადარჩენის იდეა სწორედ ეს არის რომ უნდა გვაღიარონ და თანაც ჭირდება უნდა გაგიარება. გვაღიარონ იცით ანუ რა არ შეიძლება აქ ჩას ჩვენი ხასიათი რომ ზოგიერთი არის იაპონიას ასჭირდება სულ სიაღიარება. თვითკმარია მოგაკეთებს. ჩაკეტილი არის საუკუნეების ჩაკეტილი უცხოურია. ნუ აღიარებს სხვა ხოკაი, არ აღიარებს მისთვის დიდი ტრაგედია არის. დასჭირდა იაპონიას აღიარება, დასჭირდა, როდესაც მისი ტრადიციული ცხოვრების წესი უკვე აღარ კმაროდა, თვითკმარი კი იყო, მაგრამ აღარ კმაროდა და რომელი იმპერატორი იყო ის მეძის ცივილიზაცია საგონი მეძის რომელმაც რეფორმა. ამერიკელები შემოუშვა, მართალია მთლიანად არა, მაგრამ შემოუშვა ცივილიზაცია, შემოუშვა რკინიგზა და შეუშვა და ეს ყველაფერი და თანაც დაძდო მტკიცე აღთქმა, რომ ამას ყველაფერს შეუხამებდა თავის ტრადიციულ იაპონურ კულტურას და დღემდე ინარჩუნებენ ისინი ამას, თუმცა მე არ ყოფილვარ ტოკიოში, მაგრამ ვინც არის ნამყოფი, ისინი მეუბნებიან, რომ და იაპონურ ქალაქებში ეს უმაღლესი ცივილიზაციის და უმაღლესი ტექნოლოგიების დონეა, რა ვიცი მე, იქ სილიკონ ველიზე ალბათ არ არის ისეთი განვითარება, როგორც იქ არის და ამავე დროს იქვე გვერდზე გადახვალდა იაპონური ტრადიცია არის ცოცხალი. ცოცხლად უნდა იყოს. აი ეს არის ბერკის მიხედვით კონსერვატიზმის მთავარი ნიშანი ისტორიის ცოცხლად შეგრძნება. შენ ისტორია იქ კი არა გაქვს სადღაც და იმას კი არ იხსენებ და ფაილებად კი არ ამოგაქვს და კი არ კითხულობ, არა, შენში ეს ცოცხალია, ცოცხლად არსებობს. იაპონელებმა ეს მოახერხეს. ჩვენც გვჭირდება რომ ეს მოვახერხოთ. ჩვენ რა კი შენ მე ხიდად გჭირდები და რა კი შენ გჭირდება ჩემზე გზა. ხო? რატომ არ უნდა აღიარო რომ ამ გზას თავისი პატრონი ყავს? იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენი არსება იაპონია კუნძულოვანი ქვეყანაა. იქ დავსადგურებში შედიან გემები და გადიან. ჩვენ კიდე ნუ ბოლოს და ბოლოს მითხარი რატომ ილაშქრა, რამდენჯერ ილაშქრა თემურლენგმა საქართველოს? 8-ჯერ, ხო? 8-ჯერ. და რა უნდოდა? გზა, ხო? გზების მოსპობა, ერთი გზის დატოვება უნდა და სხვა გზების მოსპობა უნდა. თავისთვის უნდოდა ის გზა. ხო და ის ჩვენი ცხონებული გიორგი მეშვიდე კი ეუბნეოდა რომ ეს გზა მე უნდა ვაკონტროლო. ხო, და ამაზე იყო, ნუ შეიძლება კარგს ეშრებოდა, შეიძლება სწორედ მაგიტომ დააქცია კიდევაც ქვეყანა ამ თემურლენგების შემოსევებმა, მაგრამ ეს ხო ის იყო და ეხლაც ხო აი ისტორია ცოცხლად არის ჩვენს წინაშე, ჩვენ ვეუბნებით რომ ეს გზა ჩვენია. და ეს გზა იქნება და სანამ იქნება ჩვენ იქნება და ჩვენ ვიქნებით ამ გზაზე. ამ ხიდზე ჩვენ ვიდგებით. ეს არის ჩვენი კონსერვატიზმი. ეს არის ის რაც ჩვენ ცოცხლად უნდა შევინახოთ და ცოცხლად უნდა განვახორციელოთ. ცოტა ექსპანსიური გავხდით და მაპატი. არა, ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ რაღაცა ციხესიმაგრის იდეა არის ქართული კონსერვატიზმი, რომ იქ ირგვლივ არის რაღაც ცოტა მტრული გარემო და ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაცა განსაკუთრებული ინტერესები, რომელიც არაფრით არ უნდა დავთმოთ. არა, ციხე, არა, ხიდი მირჩევნია, ხიდი, ჯერ კიდევ ახალი კონსერვატორი ვიყავით, მე და ჩემი მეგობრები, როცა ეგ წერილი გამოვაქვეყნე, რომ საქართველოს არის ხიდი. ოღონდ ეს ხიდი, აი ეს დამაკავშირებელი. დამაკავშირებელი, აი ესეთი ხიდები როა აჭარაში და იმაში როა გადარჩენილი ეს. ესე რომ ზამბარასავით რომ არის, რომელიც რომაული სტილი, ხო, აი ეს რომაული სტილი, ხო? აი ეს რო შეიძლება რომ შემაერთებელიც არის, მაგრამ ამავე დროს გამყოფით შეიძლება იყოს და ეს მირჩევნია, იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ ვეწერები ჩემი მთები, რომელიც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და შეიძლება იქით შუაშიც მაკრავს, მე ვერ მომყოფებს სრულად იზოლირებულად მთელი სამყაროსაგან, როგორც იაპონია იყო თავის დროზე. მონღოლებიც კი ვერ გადავიდნენ, ხო? კი გადავიდნენ, მაგრამ უფლოტი ჩაეძირათ მე. ხო. პრობლემა ჰქონდათ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და მოდით ამაზეც გადავიდეთ. მოდერნში ვცხოვრობთ
ნუ ვისაც არ ესმის მოდერნი სიტყვას ეთოს თანამედროვეობას ნიშნავს, მაგრამ ეს პრინციპში ნიშნავს იმ პოლიტიკურ სამყაროს, პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელიც გამართლობის შემდეგ პრინციპში დამყარდა და განსაკუთრებით საფრანგეთის უფრო ადრე ჩემო ბატონო ნოკრი რენესანსის შემდგომ. ხო, ნუ აღიაროთ. რენესანსი ჰუმანიზმი მოიტანა, ხო. და აი იქიდან წამოვიდა სწორედ ნელ-ნელა. ყოველ შემთხვევაში, ბოდო სამი ეტაპი არის. განათლებლებამ დაასრულა. მოხსნა ეს, რა ქვია იმას. ჯებირები და წამოუშვეს ნიაღვარი. და სამი, ნუ შეიძლება სამი ითქვას, ხო? ესე იგი განათლება, რეფორმაცია და ეს რენესანსი. ეს სამი შეიძლება ითქვას. რენესანსი, რეფორმაცია, განათლება. პირიქით, ხო. ქრონოლოგიურად პირიქითა. და საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ისეთი სამყაროს, სადაც მოდერნი გვთავაზობს სამ იდეოლოგიურ სისტემას. ლიბერალიზმს, სოციალიზმს და ნუ სხვა ფორმებით მესამე გზას უწოდებენ, ნაციზმი, ფაშიზმი, რა ვიცი, სხვა ფორმები არის. მე ხდება ის, რომ ეს სამმოდელიანი სისტემა ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, იმიტომ რომ შეგიძლია რაღაცა ჰიბრიდების გააკეთო, რაღაცა სოციალ-დემოკრატია, მაგალითად რაღაცა ნაციონალ-სოციალიზმი, სოციალ-ფედერალიზმი. ანუ ძალიან ბევრი კომბინაცია შეგიძლია გააკეთო ამ სამი ელემენტისგან. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ მოდერნის წინააღმდეგ რაღაცა გვინდა გამოსვლა, იქ მაინტერესებს თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ სკრუტონთან ეს ვერ დავინახე. აი კონსერვატიული რევოლუცია გერმანიაში საუბრობს, რომ აი სამივე, ანუ ეს სამკუთხედი, სადაც ეს თუნდაც ლიბერალიზმია, სადაც ლიბერალიზმიც არის. ეს ყველაფერი უნდა რაღაცნაირად გადავლახოთ, უნდა გადაილახოს. სკრუტონი ამბობს და სკრუტონთან ეს აშკარად გამოჩნდა, რომ მოდერნის კი საფრთხეთ აღიქვავს, მაგრამ მისი მოთოკვის ელემენტებს ხედავს. მაგალითად ის ხედავს, რომ ეკლესიაში, ოჯახში, თემში და სხვადასხვა ესეთ ინსტიტუტებში. ეს უფრო რაღაცნაირად თვით დამშვიდების ელემენტი ხომ არ არის. ეს რაღაცნაირად ის ხომ არ არის, რომ აი მოდი ბაღს მოუვაროთ და აი ბაღის მოულის ელემენტი ხომ არ არის, იმ დროს, როდესაც ფუნდამენტურად სამყარო უკვე შერყვნილია. ფუნდამენტურად ის რასაც სკრუტონი უვლის იმ ეკლესიაშიც და მინდა შეგახსენოთ, რომ ანგლიკანურ ეკლესიაში ახლა მღვდელთა ეპისკოპოსი გახდა ქალი. ის უკვე შერყვნილია. იმის დაცვას აღარა აქვს აზრი. არა ლონდონის ეპისკოპოსი, რა ლონდონის ეპისკოპოსი, რაც იმისი რა ქვია იმას. კენტერბერგის ეპისკოპოსი ქალია. ანუ რა აზრი აქვს ისეთ ეკლესიის დაცვას? ანგლიკანურმა ეკლესიამ არ ვიცი იცით თუ არა, სადღაც მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ის დასაწყისში ალბათ გარკვეული დათმობებისა და გარკვეული ესეთი მოდერნიზების წყალობით მისიონერობაში აჯობა კათოლიციზმს და აჯობა ყველა სხვა იმას და ძალიან ბევრგან გაიხსნა ანგლიკანური, ესე იგი, ეკლესიები დაფუძნდა სამხრეთ ამერიკაში და ძალიან ბევრი გამრავლდა. ხო და ეხლა მას უჩნდება საფრთხე, რომ ეს მოპოვებული და ეს გაერთიანებული და ამხელა ეს ანგლო-კათოლიკური ეკლესია დაიშლება. მოდერნმა აჯობა მაგ ეკლესიას დაიშლება და არა მარტო იმიტომ დაიშლება, რომ მოდერნმა აჯობა, არამედ იმიტომ დაიშლება, რომ აი ის ქვეყნები, სადაც ეს ანგლიკანური ეკლესია შევიდა, ისინი უარს იტყვიან დამორჩილებაზე უკვე ამ ახალი ქალბატონი ეპისკოპოსისა. და გაიხლიჩება, იქ ძალიან დიდი სქიზმები დაიწყება. ხო და სკრუტონი მაგაში ხო ცდებოდა, რომ როდესაც შენ მოდერნში გინდა, რომ რაღაც ინსტიტუტები დაიცვო, არ გამოდის ეგ დაცვა, იმიტომ რომ მოდერნი ყოველთვის ესეთ ინსტიტუტებში შევა. და ფაქტია, ისტორიული ფაქტია, რომ შევიდა. ხო. რა ძალიან ძნელი შეკითხვები იცი ჩემო ბატონო ნუკრი. ხო, ვერ გეტყვი ახლა მე დათათუთა ხიესავით, რომ არ მიფიქრია მაგაზე მეო. ძალიან ბევრი მიფიქრია. აი ამ საკითხზე ვთქვათ, აი ამ დღევანდელ ვითარებაზე და ამ შმიტისეულ ნომოსზე და ამ ესქატონურ
საფრთხეებზე და კატექონის არარსებობაზე სოფლიოში დავით ზარდიაშვილი ძალიან კარგ იმებს აქვეყნებს ამ ბოლო დროს ნააზრევს და ნაფიქრს. საქმე იმაშია, რომ თუ გახსოვს სკრუტონის წიგნი მთავრდება ტომას ელიოტზე არსებული წერილით. ტომას ელიოტზე ლაპარაკი უფრო მეადვილება, იმიტომ რომ ხო შენ ისტორიკოსი ხარ, მე ლიტერატორი ვარ და ტომას ელიოტი ჩემი საკვლევის სფეროა. ტომას ელიოტი იმიტომ შემოიტანა, რომ ტომას ელიოტი იყო ის მოაზროვნე, რომელსაც ფილოსოფიური სისტემა არ შეუქმნია, მაგრამ ალბათ იმ პერიოდში იყო ყველაზე სერიოზული მოაზროვნე და ფილოსოფოსი, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, როცა თავის პირველი ისეთი მანიფესტი გამოაქვეყნა ტრადიცია და პიროვნული ნიჭიერება, სადაც მან დაიწყო იმპერსონალიზმის გადაგება და დაიწყო თქვათ ამ შემთხვევაში პოეზიისთვის, მაგრამ საერთოდ წეგან ახსენე თავის გაწირვა. აი თავის გაწირვის მოდელი, თავის გაწირვის აუცილებლობა იყო სწორედ ის, რასაც უნდა გადაერჩინა. იმიტომ რომ თვითონ ტომას ელიოტი გახდა ანგლო-კათოლიკური ეკლესიის აღმსარებელი და იქ ანგლო-კათოლიკურზე მოექცა. ეს იყო 20-იანი წლები. და მე თვითონ იძახდა, რომ მე ვარო ანგლო-კათოლიკეო, მე ვარო როიალისტიო და კლასიცისტიო. თავისი ეს ჩამოაყალიბა. რა არის იცით ის შეკითხვა სკრუტონი ხო არ ცდებოდა და სკრუტონი ხო არ დაიბნა? რა თქმა უნდა, სკრუტონიც ადამიანი იყო და შეიძლება ვერც მან გააკეთა და ვერც მან შექმნა საბოლოოდ სრული სისტემა და ვერც ტომას ელიოტმა, რომელზეც ბოლოში წერს თავისი წიგნისა, მაგრამ ისინი ემყარებიან სწორედ იმას, რის გარეშეც საერთოდ დაღუპულია კაცობრიობა და ეს თქვენ უკვე ახსენეთ, ეს არის ოჯახი, ეს არის ერი და სკრუტონი იქ დასაწყისშივე წიგნს იწყებს ეროვნული ერთგულებით. ერთობაზე გადადის მერე. ეროვნული ერთგულება. იგი ამბობს, რომ არ ვარგა ერი, რომელიც არის მრავალეთნიკური, პოლიეთნიკური, არ ვარგა ასეთი ერი. რომ ჯობია რომ მონოეთნიკური იყოს ერი და ერთი ერი ცხოვრობდეს ქვეყანაში. ხო, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ქორწინებას, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახს და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ეროვნულ ერთგულებას და ეროვნული ერთგულების გარეშე და აი ამაში გვიჭირს დღეს სწორედ ჩვენ ეროვნული ერთგულების გარეშე ვერ იარსებებს ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია. ამ შემთხვევაში თუ კი ოპოზიციას ხელისუფლებისა თუ კი ხელისუფლებას აკლია ეროვნული ერთგულება და თავგანწირვის განცდა ძალიან ძიმე დღეში ვარდება ერი და თუ კი ოპოზიციას აკლია ეს ეროვნული ერთგულება და მას თქვათ რაღაც გლობალური და საერთაშორისო გაერთიანებები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია ვიდრე საკუთარი ერი, ანუ ეროვნული ერთგულება აკლია და იმას ერთგულებს, ამ შემთხვევაში ერისათვის ძალიან დიდი საფრთხე დგება. რასაკვირველია, ეს თემა არ მიუყვანია ბოლომდე, ეხლა თან ვლაპარაკობდი და თან ვფიქრობდი, რომ რა ვთქვა მეთქი, არ მიუყვანია ეს საკითხი ბოლომდე სკრუტონს, მაგრამ ამაზე ფიქრი დაწყებული ჰქონდა. და დაწყებული ჰქონდა ესე, რა არის მისთვისაც ეს არის გადარჩენის საშუალება, უნდა იყოს სამკვიდრო ტერიტორია და უნდა იყოს სახელმწიფო იქ. მან არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ანუ ეს რანაირად უნდა იყოს, თუ კი მოდერნი თავისუფლი ძალით მუშაობს. თუ კი შენ არ ახარ რევოლუციონერი მოდერნის წინააღმდეგ. აი ეს გერმანული კონსერვატიული რევოლუციის პოზიციებიდან ვაკრიტიკებ ახლა. ტომას ერნესტ ჰიუმს, რომელიც სულ რაღაც 34 თუ 36 წლისა დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში,
რომელიც ინგლისელი პოეტი და მოაზროვნე იყო, ეძახიან ყველაზე პირველ კონსერვატორს მე-20 საუკუნეში და ის სწორედ ლიტერატურული მოდერნიზმის ერთ-ერთი პირველი მერცხალი იყო. და საინტერესო და საგულისხმო ის არის, რომ სწორედ მოდერნის ეპოქაში თქვენ გესმით, რომ მოდერნიზმის სხვადასხვა ლიტერატურული მოდერნიზმი განსაკუთრებით. აი იმ მოდერნიზმში, რომელსაც ხშირად თქვათ ლიტერატურად მცოდნეები ურევენ ხოლმე მოდერნში, იქ ძირითადად სულ ყველანი სჭარბობენ, კონსერვატორები სჭარბობენ. კონსერვატიული იდეოლოგია იმარჯვებს იქ და ამ თვალსაზრისით როგორც ერთი დიდი ამერიკელი ლიტერატურად მცოდნე ამბობს ვერჯილ ნემოიანუ, ყველა დიდი მწერალი არის რეაქციონერი და რეაქციონერი პროგრესის მიმართ. პროგრესის მოწინააღმდეგეა ყველა დიდი მწერალი განურჩევლადო ის იძახის გინდა რაც გინდა ის იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიაში გინდა ყოფილიყო მაინცო რადგან იგიო ისევ იმ სიტყვამდე მივდივართ გადარჩენას ესწრაფისო და თუ დავაკვირდებით ჩვენ სკრუტონის აი იმ წიგნს მართალია საბოლოოდ რეცეპტი ვერ მოგცა რაშიც გეთანხმები ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ვერ გავიხსენე რაღაცა ისეთი მაგრამ ყველა იმ თავში რომელიც იქ არის ის ლაპარაკობს რაღაცის შენარჩუნებაზე და გადარჩენაზე. რაღაცა უნდა შენარჩუნდეს, რაღაცა უნდა გადარჩეს. დათო მაღრაძე ამბობს თავის ლექსში, ამ ქვეყანაში ყოველთვის რაღაც უნდა გადარჩეს. აი ამ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში. და არ უნდა მივებაძოთ იმას, რაც ვერ გადარჩა იმ ქვეყანაში. ხო და ეს უკვე განსხვავდება იმისაგან, რითაც ლაპარაკი დაიწყეთ. იმისაგან, რომ არის იმპერიული პროექტი და არის პატარა ქვეყნისა, რომელსაც ვერ ექნება რაღაცა ისეთი პროექტი და მე ვთქვი, რომ გადარჩენა. აი აქ თუ მოვძებნით და ვიმსჯელებთ. ეგება რაღაცამდე მივიდეთ. ეს საინტერესო მომენტი. შეიძლება ჩემი ხასიათია ესეთი და მაგითო ნახე ქართლელი ხარ, ხო? ქართლელი ვარ. კონსერვატიული რევოლუციის მატარებლები, ნუ პესიმისტები. კი. ისინი სკეპტიკოსი. და სკრუტონში ნახე ოპტიმიზმი. ოპტიმისტი არის ის მაინც არ უყურებს ისე რომ ყველაფერი დაღუპულია, ყველაფერი დასრულებულია, ის მაინც რაღაცებს ებღაუჭება. თო? აი მას აქვს იმედი რომ ის დაბრუნდება რაღაცა ეს პერიოდი. აი ჩემთვის ამ დამოკიდებულებას აქვს ერთი მნიშვნელოვანი აი ჩემთვის ნაიურია რატომ? აი როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ლიბერალიზმზე აი დაახლოებით ბავშვზე როდესაც არის საუბარი, რა საყვარელი იყო ეს ბავშვი და მე რო გაიზარდა ყლელი რატომ გახდა? ხო ბევრი ამბობს ესეთ და იმიტომ რომ ეს გზა თვითონ ლიბერალიზმის საკუთარი ლოგიკა მიგვიყვანდა აქამდე. ის რომ მაშინ ჩანასახურ მდგომარეობაში და ლამაზი გვეჩვენებოდა სულ არნიშნავს არ გამორიცხავს იმას რომ ის ისეთი არ გახდებოდა როგორც გახდა პირიქით ლოგიკური ჯაჭვი არის იმაში რაც გახდა ამიტომ მე არ მჯერა რომ ლიბერალის შეუძლია უკან დაბრუნება ლიბერალის შეუძლია იმ საწყისებს დაუბრუნდეს სადაც ის იყო ჯერ ჩანასახურ მდგომარეობაში სადაც ის იყო ოპოზიცია და სადაც ის იყო რაღაცა გარშემოთქმული მონარქიებით ხო აღარ არის მონარქიები აღარ არიან გაიმარჯვა ლიბერალიზმმა და მთავარი პრობლემა რადგან მე-20 საუკუნეში ორტეგაი გასეტის ლაპარაკობდა სხვებიც ეს იყო მასების ამბოხება ეს იყო ის რომ ერთფეროვნება ჩვენ ახლა ვნახეთ ზუსტად ჩვენ საზოგადოებაშივე იმის მიუხედავად რომ რაღაცა ფერადი დასაცმელი აცვიეთ ერთი სტერილური აზრი არსებობდა ან თითქოს აგრესია მიდის ყველანაირი განსხვავებულის მიმართ მე კონსერვატიზმი იმაში მჭირდება რომ ეს ერთფეროვნების და ნაცრისფერი მასის კრიტიკა ძლავრი კრიტიკა კონსერვატორებმა დაიწყეს მათ შორის საფრანგეთის რევოლუციითაც სადაც ის ნახეს და მეორე მხრივ ახლა როდესაც ხედავ ხოლმე რომ მეორე ასევე ნაცრისფერ მასა რომელიც ამბობს რომ მე კონსერვატორი ვარ ხო ჩემთვის ეს ცოტა პრობლემური საკითხია იმიტომ რომ სიამდვილეში თუ კონსერვატორი ხარ
შენ უნდა განავითარო შენ საზოგადოებაში აი ეს ნამდვილად მრავალფეროვნება და არა ის მრავალფეროვნება, რაც ვითომ დეკლარირებულია მულტიკულტურალიზმებით და რაღაცეებით და სინამდვილეში არ არის ეს მრავალფეროვნება, სინამდვილეში ეს არის უბრალოდ გარეგანები გამოვლენებების რაღაცა მრავალფეროვნება, სადაც სტერილური აზრი არსებობს, სადაც არ აქვს აზროვნების განსხვავებული მოდუსები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მთავარი ესე მომენტი ახლა რაც არის, რატომაც შეიძლება დავინახე უფრო საერთო გინდა ტრადიციონალისტთან, გინდა გერმანულ კონსერვატისტთან, არის ის, რომ მათ იციან, რომ უკან ვერ დაბრუნდებიან. მაგრამ მათ აქვთ ერთი რაღაცა ჩართული. ეს არის წარმოსახვის უნარი, რომ მოდი ვერ დავაბრუნებთ ამას, მაგრამ სულისკვეთებით შევიდეთ ახალი და ახალი ინსტიტუტები აი ამ სულისკვეთებაზე დავაშენოთ. და აქედან გამომდინარე, ჩნდება ერთი მომენტი, ის ვისაც აქვს საკუთარი წარმოსახვა და არ ცხოვრობს სხვისი წარმოსახვით. ლიბერალები სხვისი წარმოსახვით ცხოვრობენ, ლიბერალები სხვისი სიზმრები ესიზმრება სინამდვილეში. აი ის ვინც ამბობს აი ამ სამყაროში, სადაც უკვე აღარ არსებობს სუბიექტი, ხო, გააქრეს სუბიექტი. ამბობს რომ მე ვარ სუბიექტი. ესაც ჩემთვის კონსერვატორობა დღეს. აი თქვენ როგორ ხედავთ? ესე არის თუ განსხვავებული პრობლემებიც არის? არა, გეთანხმები ეგრეა. ყველაფერი არ მინდა ეხლა მე ბოდრიარი და სიმულირებანი და რაღაცები გავიხსენო, მაგრამ ყველაფერი არის ფსევდო. ყველაფერი ფსევდოა და ყველაფერი ნეოა. ნელ-ნელა, როგორც თავის დროზე ვთქვათ, 60-იან, 70-იან წლებში ამერიკელი მარქსისტები უცებ გახდნენ ნეოკონსერვატორები და თქვენს რომ ლიბერალიზმმა უნდა დაიპყროს მთელი მსოფლიო, არა კონსერვატიზმმა, ნეოკონსერვატორები, არამედ ლიბერალიზმმა, ისევე ყველანი თავის იდეოლოგიაში ძალიან ერთფეროვანი არიან და ქადაგებენ იმას, ქადაგებენ ვითომ მრავალფეროვნებას, მაგრამ მათი თუნდაც ინკლუზიური იდეა, რომელიც აი ყველანი უნდა ერთად ვიყოთ და ყველანი და უნდა აი ეს ქალიც, კაციც, ეს სექსუალური უმცირესობაც, ესენიც, ისინიც რაღაცა და აი ამ ინკლუზიურობის იდეით ისინი მრავალფეროვნებას კი არ უჭერენ მხარს, ყველას აერთფეროვნებენ. ყველას ერთნაირს ხდიან. ყველაფერი ხდება ძალიან ნაცრისფერი და ძალიან გაურკვეველი, ძალიან ბუნდოვანი, ნისლისფერი, ჯანღისფერი ხდება ყველაფერი. და სწორედ ამის წინააღმდეგ დასაწყისში და ეს კარგია ხოლმე მიყვარს, რითიც ვიწყებთ, იმით ვამთავრებთ, რომ გერმანული კონსერვატიული რევოლუცია ახსენე, ეგ სწორედ კონტრრევოლუცია სწორედ იმის წინააღმდეგ, რამაც აი ამ მოდერნმა სულმოწლად დაიპყროს ყველაფერი. აღარ დარჩა ადგილი, რომ მიხვიდე და რაღაცა ნახო, რაღაცა განსხვავებული ნახო. ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი შეიბილწა. გერმანიაში მქონდა ეს შეიძლება ბევრ ქალაქში ჩავდივართ. სულ მეგონა რომ ერთი და იგივე ქალაქში ჩავდივარ. ერთი და იგივე ბრენდები, ერთი და იგივე მარკეტები, ერთი და იგივე სტილი, ერთი და იგივე ადამიანის ისინი ჩაცმულობა, ერთი და იგივე ეს ყველაფერი ერთი და იგივე იყო თითქოს. ხო, მე კომუნისტების დროს დავდიოდი რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ ასეთი ერთფეროვნება როგორიც ეხლა იქ მე არასოდეს არ მინახავს. კულტურული შოკის ფაქტორი გაქრა. აბარა, კაც მიშა ქლივიძეს რომ აქვს ლექსი რომ 1 საათი ვიდექიო, აგერ ქალაქის ცენტრშიო და ერთმა ნაცნობლაც არ გამოიარაო, მეც დამემართა ასე. აღარავინ აღარ არის. ვეღარ ბარათაშვილი ვითავართ რა სად მივიდრიკოს თავი და სად ამოვისუნთქო რომ იძახდა თავის თბილისში დადიოდა და ეგრეთ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ უცხო ხალხი გაბატონდა. ხო და აი ასია ყველაფერი ესე როგორ უნდა გაერთნაირო, გაერთფეროვანო, გაარუხო, ჯანღიროთ, როგორ უნდა მოიცვას ყველაფერი, რომ მე ერთხელ მაინც ვერ ამოვისუნთქო და ვერ დავინახო ეს ფერადოვნება, ჩემი საკუთარი ერისა, ისევე როგორც გერმანელსაც სურს ესა, ისევე როგორც ფრანკს უნდა და ბრიტანელს უნდა. იცით რომ როჯერ სკრუტონი ბოლოს რამდენიმე წლით ადრე სანამ გარდაიცვლებოდა დანიშნეს უხელფასოდ
დანიშნეს ესეთი არქიტექტურული რაღაც პროექტის უხელფასო ხელმძღვანელად, რომელსაც ერქვა ვაშენოდ ლამაზად ვაშენოდ რაღაცა ესეთი რაღაცა ერქვა და მას უნდა გაეწია კონტროლი და გადაერჩინა ბრიტანული არქიტექტურა. რო აი ეს ამ შუშაში და რაღაც უბედურობაში არ მოქცეულიყო. როგორც არის ახლა მოქცეული ლონდონი, ახალი ლონდონი და ძველი კიდე რაღაცნაირად გადარჩენილია და შენარჩუნებულია. აი ამის წინააღმდეგ გამოდიოდა და რა გაუხსენეს, იცით, აუ შენ რო ისლამის წინააღმდეგ გამოდიოდი, შენ რომ იმას გმობდი, შენ რომ LGBT ჩვენთან ეტყოდა რუსეთო მეხარო. ხო, ნუ ახლა იმას რუსეთო მე ვერ უთხრეს. ხო და ასე ამას წინათ მე მითხრა თქვენო რუსების მხარეზე ხარ თუ არა მე უთხარი მე ავტომატით ხელში მიბძვია რუსების წინააღმდეგ და შენ მე უთხარი და არა მე იდეურად. ხო ასია და ეს მაგით და კარგი ის არის სწორედ ბოლოს ისე მივედით სწორედ ეს კონტრ გვჭირდება კონტრ რევოლუცია თუნდაც რა სიტყვისა არასოდეს არ უნდა გეშინოდეს და იმ სიტყვაში შენ უნდა აზრი უნდა ჩადო იმ სიტყვას აქვს თავისი აზრი ჩვენ უნდა სხვანაირი ფიქრი დავიწყოთ. სხვანაირად უნდა ვიფიქროთ, აბა რა, იმიტომ რომ ეს ყველაფერია, ესე ადვილი არ არის ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ შენ ისტორიკოსი ხარ და მე კიდე აქ ლიტერატურის ისტორიას და რაღაცას ვსწავლობ, ჩვენ ეს ისტორიის ცოცხლად შეგრძნება მნიშვნელოვან წილად აგვაქვს დაკარგული ბატონო უკრე. მნიშვნელოვან წილად და მით უმეტეს ჩვენს ახალგაზრდობას და მით უმეტეს ჩვენს მოქალაქეებს არ არის ეს ისტორია სამუზეუმო ექსპონატები რომ მიხვალ და დაათვალიერე. ევროპაში ეგ ჩანს რომ მუზეუმია. არ უნდა იყოს. ელიოტი მაგის წინააღმდეგ ილაშქრებდა. უღრმესი მადლობა. პირველ რიგში ერთი საამდე დავასრულოთ ერთი რაღაცის თქმაც მინდოდა და ჩემი საყვარელი მწერალია კონრადი, ჯოზეფ კონრადი. სანამდე თქვენ მოხვიდოდით, მაშინ გავიგეროთ თქვენი ნათარგმნი ყოფილა. ესე იმდენჯერ მაქვს წაკითხული ეს მოთხრობების და ის წყვილადის გულიც. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, ესე იგი, კონსერვატორი გახდოთ. თან ამ წყვილადის გულში ნაჩვენებია ზუსტად ის, რომ აი ადამიანი თუ რაღაც საზღვარს გადაკვეთს, უკან დასაბრუნებელი არ არის. ანუ ეს ადამიანობის საზღვარს თუ გადაკვეთ და იქ ჯოჯოხეთში თუ შეხვალ თავში შეყო. ვეღარ დაბრუნდები ისეთი. თუ გახსოვთ, კურცი წერს ტრაქტატს. როგორ უნდა გააცივილიზებულოს და პროგრესი შეიტანოს შეაყენით უნდა ველურებში. და ამას ამთავრებს ესეთი გაკრული ხელით მიაწერს ბოლოს იმ თავის ტრაქტატს, რომ გაჟუჟეთ ველურებში. კულტურა შეგვაგარში. ხო, იმიტომ რომ ახლა როცა შენ დაისახავ მიზნად, რომ სადღაც უნდა შეიტანო, თქვათ, ლიბერალიზმის ან პროგრესის ან იმის ცეცხლი ჩირაღდნით და უნდა გადაარჩინო არ გამოდის. ბოლოს იქამდე მიხვალ რომ იმ საწყალ ველურებს გაჟუჟოს დაუწყებ. როგორც დიდ იმპერიებს ყოველთვის გაუკეთებიათ. უღრმესი მადლობა. ჩვენ ვისაუბრებთ კონსერვატიულ ტრადიციებზე. რამოდენიმე სკოლა არსებობდა და იმედი მაქვს რომ ნათელი გახდა თქვენთვის თუ რა სკოლები არსებობს, რა აზრები არსებობს, რა თქმა უნდა, ვერ ამოვწურეთ ეს და გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს. ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ გააზიაროთ ჩვენი ვიდეო, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს იმ საკითხებით, რა საკითხებიც ჩვენ გვაინტერესებს. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.